25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე. თითქმის მთელი თებერვალი ქართულ ჯარსა და რუსეთის წითელ არმიას შორის ბრძოლები მიდიოდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა ულამაზესი ქართველი ქალი მარო მაყაშვილი, რომელმაც გასაოცარი დღიური დაგვიტოვა. 1919 წელი. მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს. სასიამოვნოა. გუშინ არ ვიცი რად, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხებოდი ჩემს თავს რა არის, მაგრამ იგის დუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია არ ვიცი. საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა. კოტე მაყაშვილი. 1921 წლის 23 თებერვალს ახლანდელი რუსთაველის გამზირზე მდებარე სამხედრო ტაძრის საძმო სასაფლაოზე რუსულ არმიასთან მებრძოლი 21 იუნკერი დაკრძალეს. იქვე ტაძრის ეზოში მიაბარეს მიწას 19 წლის მოწყალების დის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის ცხედარი. მარო რუსულ ჭურვს შეეწირა. მაროს მამა კოტე მაყაშვილი იხსენებდა, 1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამა რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს მის გვერდით გამსკვდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის. ეს ამბავი რომ გაიგო, კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავდა თურმე. მარო 1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. თამარ გაბაშვილის და კონსტანტინე მაყაშვილის ოჯახში. მამა და ბებო ეკატერინე გაბაშვილი მწერლები ჰყავდა. კოტე მაყაშვილი მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეც იყო. მარო ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა. მერე კი თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. სურდა უცხოენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როცა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის თებერვალში მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მაისის საბჭოეთ საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება. საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა სახალხო აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. ძირითადად სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა. საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისის კარიბჭესთან გაემართა. 19 თებერვალს თბილისში უკვე ისმოდა რუსული არმიის ქვემეხების ხმა. ქართულმა არტილერიამ მას ენერგიული პასუხი გასცა. 2-3 დღეში ქართველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 1500 ადამიანი დაატყვევეს. კავალერიის უქონლობის გამო ქართული ჯარი ვერ დაედევნა მოწინააღმდეგეს, რამაც წითელ არმიას მისცა დასვენებისა და გადაჯგუფების დრო. მთავრობისა და სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებამ დაეტოვებინა თბილისი, დემორალიზაცია შეიტანა ფრონტზე და პანიკა დათესა მოსახლეობაში. 25 თებერვალს წითელი არმია დაცლილ თბილისში შევიდა. მარო მაყაშვილის შესახებ უფრო ვრცლად საზოგადოებამ მოგვიანებით მისივე დღიურებიდან შეიტყო. მან 2 დღიური დატოვა. მათგან ულმობელ დროს მხოლოდ 1 გადაურჩა. ამ დღიურში ჩანს მისი უსაზღვრო სულიერი და გონებრივი შესაძლებლობები, შემოქმედებითი პოტენციალი, მოაზროვნე გოგონა, რომელიც თავისუფლად ფიქრობს და საუბრობს ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, ქალის როლი, სოციალური ფენები, თავისუფლება და მომავალი.
დღეს მივხვდი რა არის მიზანი ცხოვრებისა, სამშობლოსთვის მუშაობა. წერდა მარო 1920 წლის ჩანაწერებში. მზის სხივებივით მანათობელი ნექტარივით ივსებს გულს, ოცნებას მიფრთოვანებს, თავისუფალი ქართველი ქალი თავისუფალ საქართველოში. ოცნებობდა საკუთარ ბაღზე, სადმე სოფელში ან ზღვის პირას, საფრანგეთში აპირებდა მეურნეობის შესწავლას. მერე აქ სამშობლოში მიწის ნაკვეთის ყიდვას და სამოთხის გაშენებას. გათხოვების მერე ქმრის კისერზე ყოფნას უკადრისობდა. ჩემით ვიმუშავებ და ჩემით ფულს შევიძენ, რა სამართალია სხვის ამაგით ცხოვრება. უყვარდა თეატრი, თუმცა არასდროს უოცნებია მსახიობობაზე. განსაკუთრებულ სიამოვნებას მაყურებლობა ანიჭებდა. წერდა ბევრს, დღიურებში ჩატოვებული მისი ნოველები, თარგმანები და ჩანახატები იმის ნიშანია, რომ დაცლოდა მარო მაყაშვილისგან ნამდვილი მწერალი დადგებოდა. დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებში თბილისში ჩამოყალიბდა ტანმოვარჯიშეთა გუნდი შევარდენი. როგორც მაროს დღიურებში აღწერილი ამბებიდან ირკვევა, ამ შევარდენს მხოლოდ სპორტული მიზნები არ ჰქონდა. ის ერთგვარი ესთეტურ ზნეობრივი აღმზრდელობის ფუნქციებსაც ითვისებდა. პრინციპით ჯანსაღს სხეულში ჯანსაღი სულია. მარო შევარდენის წევრი იყო. დღემდე ეროვნული სულისკვეთების სიმბოლოდ შემორჩა შევარდნის ცნობილი მისალმება გუშა გობერს მარად. როცა საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოვიდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს და სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. ქართველი ახალგაზრდობა სამშობლოს გადასარჩენად დაირაზმა. სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩნენ. მათ შექმნეს ასეული. სწორედ ამ ასეულის ერთ-ერთი წევრი გახდა მაროს ძმა, შალვა მაყაშვილი. რამდენიმე დღეში კი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვები. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ. მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებით არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოგზავნეთ. თავს გაუფრთხილდით, გკოცნით ბევრს. ისევ არცივა, მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო. 1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასყდა. ნამსხვრევები კეფაში მოხვდა. მარო მაყაშვილთან ერთად დაიღუპნენ იუნკერები, ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. დღეს მაროს საფლავი არ ვიცით. დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, პარლამენტის შენობის წინ რა ადგილას შეიძლება იყოს დაკრძალული პირველი ქართველი ქალი ეროვნული გმირის წოდებით. მარო მაყაშვილი ჩვენი სიწმინდეა. ეს სიწმინდე თითოეული ქართველის გულში მარხია. იმ გულში, რომლისთვისაც მაროს ფასეულობები დღემდე ცოცხალი და უმნიშვნელოვანესია. ქართველიერი მხნე და გულადი არის. არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია. სხვა ყველა გრძნობაზე მაღლას დგას. შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება. თოვდა და თბილისებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი. საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი. მშობელო დედავ ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს. თოვდა და თბილისებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა. მხოლოდ ღა
თოვლის ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს და უძრავიყო თებერვლის ღამე. თოვდა და თბილისებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშუნა ძვლები, სად ქართლის დედის წრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სიცხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა გრწანისის ველი, წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი წელით. თოვდა და თბილისებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.